სიგნიფიკაცია ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ენერგიებში. აქ ქალბატონი მიყურებს ან დაოჯახებული, ან გაშორებული, მაგრამ შვილებიანი, მაგრამ შემდგარი ქალბატონი, რომელსაც აქვს თავისი საქმე, სამსახური, ძალიან ლამაზია, მოვლილია, საკუთარ თავს აქცევს ყურადღებას, აქვს ძალიან ძლიერი ინტუიცია, არის სუფთა, ანუ აი როგორ გითხრათ, სულიერად სუფთა, არაფერი არ გაქვთ თქვენ რაღაცა ისეთი დასამალი თქვენი განვლილი ცხოვრების განმავლობაში, რის გამოც შეიძლება დამძიმებულად გრძნობდეთ თავს, რაღაცა ახალი კატეგორია მყავს ადამიანების. აი ესეთი ქალბატონი მიყურებს, რომელიც არის მაქსიმალურად ბალანსში, მიწიერ დონეზე, იცავს იმპერატრიცა ესეთი ქალია, მაგან იცის ცხოვრება, იცის საკუთარი თავის ფასი და იცის სად როგორ რანაირად უნდა მოიქცეს. საკმაოდ ცნობილი ხართ თქვენ, შეიძლება მასშტაბური ადამიანი ხართ, შეიძლება იმყოფებით საზღვარგარეთ და შეიძლება საზღვარგარეთ შექმნით, აქ და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ დამთავრდა თქვენი რაღაცა ცხოვრების ერთი დიდი ციკლი, რა აი ამ საზღვარგარეთმა მოგიტანათ თქვენ რაღაცა მიწიერ დონეზე ბალანსის, სტაბილურობის, შეგრძნების ემოცია. მიწიერ დონეზე გამიგეთ? სიგნიფიკაცია. წარსულში გქონდათ სიტუაციები სიყვარულთან დაკავშირებით, რომელიც დაკარგეთ და ასე ვთქვათ, აი რაღაცნაირად დარჩით, თითქოს გზაბნეული, არ იცოდით საწასულიყავით, რა გაგეკეთებინათ, როგორ მოგწეულიყავით და ვიღაც ამ სიყვარულის ერთგულად რჩება დღემდე, შეიძლება ვიღაცას გარდაეცვალა, ან მეუღლე, ან ასე შემდეგ, მაგრამ როგორი რაღაცა, იცი, ყოველ შემთხვევაში ამ სიყვარულთან დაკავშირებით, რაც წარსულში გქონდათ, თქვენ არ ხართ ძალიან განაწყენებული. უბრალოდ ეს ცხოვრების ეტაპი დახურეთ, სადაც გაიარეთ, აი უგზოუკლობა რო იტყვიან მიწიერ დონეზე, დარჩით ბავშვივით, თითქოს არ იცოდით რა გაგეკეთებინათ, როგორ მოგწეულიყავით და ამან მოგცათ ერთგვარი სტიმული იმისა, რომ თქვენ რაც უკან ვილაპარაკე, იმათ შემდგარიყავით, რაც დღეს ხართ. ეს წარსული ტკივილები, ემოციები და აი ამ წარსულ სიყვარულთან დაკავშირებით გამოვლილი, დაკარგვასთან დაკავშირებით გამოვლილი სირთულეები ემოციურ დონეზე თქვენ წარსულში დატოვეთ, განვლით და ეხლა მიღებული გაქვთ წერტილი დასვით, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება უნდა დაგეწყოთ ახლიდან და გაქვთ თქვენი ახალი ცხოვრების გეგმა. თუ რა უნდა გააკეთოთ ცხოვრებაში, როგორ გინდათ ცხოვრება, ეს გეგმები ნამდვილად დასახული გაქვთ. თუ იცანით თქვენი თავი, დარჩით გაშლაზე, ასეთი ადამიანისთვის ცოტა რთულია გაშლის გაკეთება აქ, სრულიად შემდგარი ადამიანი მიყურებს, უბრალოდ აქ მამაკაცი არ ჩანს თქვენს ცხოვრებაში. მე მინდა ვკითხო სამყაროს, ჩემო ულამაზესო იმპერატრიცებო. როგორ მიყვარს ესეთი ქალბატონები რა, ღმერთო, აი ამ არხზე სხვანაირები არც გაჩერდებიან, არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ გიგზავნი უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს და
შენ ხარ ყველაზე ძლიერი, გეტყვი, ყველაზე ლამაზი და უდიდეს წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველა ადამიანი და მით უმეტეს ყველა ქალი აი ასეთი უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა რა სირთულეში მოუწია მაგას ცხოვრება და რა სირთულეების გავლა. მე მინდა ვკითხო ახლა ტაროს, რომ აი ამ ქალბატონისთვის დღესდღეობით რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, რასაც ელოდები, რა არის შენთვის დღეს მნიშვნელოვანი და ამაზე უკვე წავიყვანოთ თემა. სიყვარული, რა თქმა უნდა, ნამდვილი მამაკაცი, რომელიც შემოვა სერიოზული ურთიერთობისთვის, სუფთა სიყვარულისთვის და თავისთავად გექნება ოჯახური თანაცხოვრება. აქ ვიღაცა შეიძლება შვილებიც უნდოდეს კიდე თავის ცხოვრებაში და დაიწყებს ახალ ცხოვრებას, იმიტომ რომ აქ ქალი მზად არის. კარგი. მაშინ ვნახოთ ახლა. ვკითხოთ სამყაროს. რას უმზადებს სამყარო ამ ქალბატონს? რას უმზადებს ბედის სერა? ამ ქალბატონს უახლოესი მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში აიღეთ. რას უმზადებს ბედის წერა სამყარო ამ ადამიანს უახლოესი 3 თვის განმავლობაში? რა ცვლილებას გემზადებს ბედი? აჰა, აქ უკვე სხვა სიტუაცია გაიშალა. აქ ჩაისწამე აქ ესე იგი, აქ შენ ცხოვრებაში, როგორც ჩანს, იყო მამაკაცი, რომლისგანაც სიყვარულს ელოდებოდი და მომავლის პერსპექტივაში დაგეგმას სიყვარულს ელოდებოდი, გამომჟღავნებას ელოდებოდი ამ კაცის მხრიდან სიყვარულის შენთან მიმართებაში. აქ შეიძლება სექსუალური ურთიერთობა გქონდათ შენ და შენს მამაკაცს, ვინც იყო შენს ცხოვრებაში, მაგრამ აქ რაღაცა აზრთა სხვადასხვაობის გამო მოხდა თქვენი გზების გაყოფა და ახლა უბრალოდ არ იცი რა იქნება, მოლოდინის რეჟიმში ხარ ამ კაცისთვის, როგორც ასეთი, შენ მიწიერად ბევრი გაქვს გაკეთებული. დიდი ხნის ურთიერთობა შეიძლება იყო ეს, ვისთან ვიზეც ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ. აქ მოხდა ურთიერთობიდან გასვლა, რაღაცა თითქოს შეთანხმება, შვიდათ ახლა ვერ ვიტყვი. როგორ იყო იცი, აქ შეიძლება აქ შეიძლება თქვენი თხოვდით იმას, რომ შეცვლილიყო თქვენი ურთიერთობა. განეცადა ცვლილება, ახალი ეტაპი დაწყებულიყო ურთიერთობაში, უფრო ბედის კუთხით. და აქ თითქოს შეიძლება ბედის წერაზეც ხართ განაწყენებული, არ არის გამორიცხული და ეს კაცი აი თითქოს არ მოქმედებს თქვენთან დაკავშირებით, ეხლა არის აქ გაბუტული სიტუაცია, ტრანსფორმაციის მდგომარეობა, ხვდებით რომ დასრულებულია, ისე ყოველ შემთხვევაში ვეღარც ისე გააგრძელებთ, როგორც ურთიერთობდით და აღარც გინდათ მომენტ.
და მოკლედ განიცდით რა, ეხლა მტკივნეულ ემოციურ ფონში ხართ ამ ხრივ ნამდვილად, მაგრამ მაქსიმალურად ინარჩუნებთ ბალანსს, აი მაქსიმალურად შეიძლება აქ რაღაცა მედიტაციებს აკეთებთ, მოგზაურობთ, არ არის გამორიცხული და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით ცდილობთ რომ, მაგრამ აქ ძალიან თვითკმარი ქალი ხართ, როგორც აღნიშნეთ, თვითკმარი ქალი ხართ, იცით თქვენი თავის ნამდვილი ღირებულება, რომ თქვენ არ ხართ ვიღაცა ქალი და აქედან გამომდინარე, აი ეს გატანინებთ კიდე ამ სიტუაციაში, რაშიც ხართ. უბრალოდ ეხლა ფიქრობთ და ელოდებით, რომ ამ კაცს თუ თქვენი ვალი აქვს, სხვათა შორის ელოდებით, რომ ამ კაცმა დაგიბრუნოთ ეს ვალი. კარგით, რა ელოდება ამ ქალს, ამ კაცთან? გოგონებო, გეტყვით ახლა ამ კაცისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, ეს ცალსახა. თქვენ თუ გონიათ რომ ეს არ ნერვიულობს, ძალიან ნერვიულობს. რა გელოდებათ ამ კაცთან? სექსუალური ურთიერთობა ნამდვილად გელოდებათ, ამისთვის ხართ ძალიან ძვირფასი და თქვენთან ამ ხრივ თავს გრძნობ და ზღაპრულად და აი ძალიან გულისტკივა ეს ყველაფერი რო ახსენდება, აი პატარა ბავშვიც იყო თქვენთან, ზრდასრული მამაკაციც ეგონა თავი, პატარა ბავშვიც ეგონა თავი და ამ ურთიერთობიდან ვერ გადის. კი არის ახლა აქ შეჩერებული ეს ურთიერთობა, მაგრამ აი ამ შეჩერების პროცესში მიხვდა ეს ადამიანი თუ რამდენად ასე ვთქვათ, ყველაზე ძვირფასი ხარ ამისთვის. ეს ამ კაცს ცოლი ყავდა. ეს გამოვიდა ურთიერთობიდან, ცოლი რო ყავდა და დაენგრა ოჯახი, იმის მერე თქვენაირად ქალთან, შეიძლება ეს სიტყვები ნათქვამიც აქვს, თქვენაირად ქალთან თავი არ უგრძნია, თქვენაირი ძვირფასი არავინ არ ყოლია. რა გელოდებათ თუ ამ კითხვას დავსვათ, სექსუალური ურთიერთობა, ამ კაცის, ასე ვთქვათ, გამოჩენა ყველა ვარიანტში ქმედება თავისთავად და უბრალოდ ის არის, რა ქვია, ეს თუ აი ხო გეუბნები ნაბიჯს არ დგავდა რა, პენტაკლებში ნელა მიდიოდა რაღაც უფრო პასუხისმგებლობის აღებისკენ ეს ადამიანი, მამაკაცი, ნელა, მაგრამ აქ ამ სიტუაციასაც ანულებს, იმიტომ რომ ხა იმდენად ძვირფასი ხართ და იმდენად გულისტკივა, რომ იმ ყველაფრის ძალიან ნერვიულობს, აი ფიქრები არ მისცემენ მაგის საშუალებას, რომ კაკრას მაგ პერიოდში, აი 2 თვის განმავლობაში აქ უნდა მოხდეს უკვე აი ეს პროგნოზი, იმიტომ რომ ეს კაცი ეხლა არის უკვე ცხრიანში, უკვე ერთიც და всё, მე უკვე შეიძლება პირდაპირ ნახტომის გააკეთებინოს სამყარო, ეს უკვე ინდივიდუალურია, მაგრამ ეს კაცი არ შეუძლია, აი ვერაფერს გზას ვერ ხედავს, ვერც თქვენიდან მიდის, ვერც მოდის და აი ეს უკვე იმდენად გაუსაძლისია. მაგისთვის თქვენ თუ ღამე გეღვიძებათ, გეტირებათ, გახსენდებათ ეს მამაკაცი და აი ცრემლები გერევათ, გული გიჩქარდებათ, ჰაერი არ ყოფნით, იცოდეთ რომ ეს ზუსტად იგივე მდგომარეობაშია და მაგის ენერგიები გადმოგეცემათ მაგ შეგრძნებით, რაც ჩამოვთვალეთ თქვენ, იმიტომ რომ აქ ღამის საათებში არის ეს ძალიან ცუდად.
ამ პერიოდის განმავლობაში როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ჩემო ქალბატონებო, როგორ უნდა მოიქცეთ და აკეთოთ საკუთარი სამუშაო, რაც გაქვთ, იმუშაოთ, მიხედოთ საქმეს, ნახე როგორი სიტუაცია, აი სიყვარულით არ გადაწვათ ეს ადამიანი, ხვდები? ანუ თქვენი სიყვარულით არ თქვენ შეიძლება ძალიან თბილი ხართ, ემოციური ხართ ძალიან და ამ კაცის, რაც ამ კაცმა თქვენ უნდა მოგცეთ, შეიძლება ის თქვენთვის მოსაცემსაც თქვენ ვიაძლევთ თქვენ თავს და მაგას კუბში კვადრატში აღებულს უბრუნებთ ამ ადამიანს უკან. აქ გეუბნებია რომ ესე არ მოიქცე, არ გადაწვა ეს ადამიანი, იმიტომ რომ შენ აქ ამბობ რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი, რა ვიცი, რაც კი შეიძლებოდაო და რა ვიცი, მაინც რატო ანუ არ მოქმედებსო. აქ თუ ბავშვი გინდათ, თქვენ და ოჯახი და ბავშვი გინდათ, რაც ნათლად ჩანს და არ იცით რა იქნება, გეტყვით რომ აქ შეიძლება ვიღაცა თუ ორსულად არის ერთეულებისთვის, ვიღაცა თუ ორსულად არის და არ იცით რას იზავს ეს კაცი, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას, აუცილებლად აიღებს. ეხლა შეიძლება არის არჩევანზე ეს ადამიანი და ფიქრობს რომ არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად აიღებს პასუხისმგებლობას. კი, აუცილებლად აიღებს პასუხისმგებლობას. თქვენ კი ფიქრობთ, რომ არ ვიცი რას იზავსო, მაგრამ გადმოდგავს ნაბიჯს. აი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გაშლა. მე კი თქვენი იყო თუ არა გაშლა, გავიგებ თქვენი ლაიქების მეშვეობით და კომენტარების მეშვეობით. გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს, ულებედნიერებას თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და გიგზავნით სიყვარულს. გიტოვებთ არხზე პოზიტივს და გისურვებთ მზეს თქვენს სულში. მომავალ შეხვედრამდე.